დაბრუნდით ჭრიდან. დაბრუნდით ჭრიდან. რა ჭრიდან დაბრუნდით არ ვიცით, მაგრამ დაბრუნდით. აიცი რომელი ჭრიდან? ხელზე მოკოცე? მართლა ჯგუფი ტატუ ვართ. არა, აი ერთი წუთით რა მნიშვნელობა აქვს ვინ გველოდება? რატომ მაკოცე ხელზე? ა გედო ხელი? პროსტა? გამაკოცე. აუ რა საყვარელი. ჯგუფი სვირინგი, ქართულად. არა. სვირინგი. ჯგუფი რუნა. და ჩვენმა ჯგუფი ვაიმე, რუნების ხო გჯერა და იცი. რუნები? ნახე ჩვენი სახელის პირველი. მუსკა და ნანიკო. რუნა. მოდი ჩემთან. გადავირე. რუნა. აი ეს რუნა, ხალხო, მაგითო გამოგდის ეს რუნები მე რო გაწერ. ხო, ფოტოშოპში რაღაც პერიოდულობდი რაღაცებს მაწერს და ერთხელ დამაწერა რომ ქერაცის ფირტუალებიანი ბიჭი დაკესიზმრებაო ხვალყო. და დესიზმრება. და დამასიზმრება მოვიდა და მოკლედ მეგობრებო, დღეს ყავს საოცარი სტუბრები. ქერაცის ფირტუალება? ქერაცის ეგ ხوارდა გესიზმრა. ეგ დამასიზმრა. ეგ დაგესიზმრა? ხო, მაგრამ მინდა დაგესიზმრა. ეხა ის გოგო ვინ არის რომ მოიყვანა? ის გოგო ვერ ამესიზმრა მაშინ. ერთად არიან? მე რა ვიცი, ერთად მოვიდნენ და. კაი. გავიგოთ. მაშინ გავიგოთ ვინ მოვიდნენ დღეს. მანამდე თქვენ ხო მოიწონეთ ჩვენი გვერდი და გამოგვყევით. და დაგვასაბსკრაიბეთ. ჩამის subscribe-დით. ვიდეო მოიწონეთ, ვიდეო. ვიდეო მოიწონეთო, იმან ეგეც სისფერტვალება. შემოვიდეთ ახლა და შემოვიდეთ სისფერტვალება და კერა. აბა როგორ ხართ? გურიტებო? თქვენ როგორ ხართ? რაღაცა ვერთობთ თქვენ ყურებაში. და ჩვენ როგორ ვერთობთ? ეხლა უფრო კარგი იქნება თქვენ რომ მოხვდეთ. ეს რომ მაჩვენ რაღაც თავის მგონია, ხო შოკში ვარ მე მგონი. მე მგონია რომ მელია ხარ. მელია კუდა გრძელია. მელია კუდა გრძელია. ნინია და გიგია. ხელია, ლელია. გიგია და ნინია. გიგი და ნინია. აუ დაანებე მაგას თავი და ფეხები დაადო უნდა რა. ეს იმითოა და ფორტუინი წაუღეს ამ საწყობი. ამ ფეხბურთი შეგიძლია ითამაშო. აი ესე, აი შვილო. კომფორტი არის იმარა შენ. ამას რა ეცოდინება კომფორტი ხან კლდეზე კიდია ხან ზღვაში. აი შენ ბაყაყის ხამებს ხალხო. ესეთია კომფორტი. ბაყაყის ხამი რამ დაგალევინა? აქ. თან იცოდი რომ შეგისხეს. შემიყვანეს. და რატო? დამწვეს და შემიყვანეს. მოდი ახლა ილაპარაკე ჩვენ მოგისმენთ, რატო გააკეთეს მართლა მაინტერესებს. ნინი მე შენზე მოვგან. მეც არ ვიცი, მეც მაინტერესებს. 10,000 გადამიხადეს რა. ჩემთვას გაფიცე. არ გადაუხდიათ. ამჯერად. არ პოპულარობის მოპოვება უნდა და მარტივად. ხო რა, YouTube-ზე მეთქი გავარდება უეჭველით ხო, ანუ ეს კაი, ანუ პირველ რიგში მართლა მაგითო? გულახსროთ ეს მოდი თქვენ კონტენტი. პირველ კონტენტი. რიგში ის ხო რომ მაგ პერიოდში რაღაც სხვა ჩელენჯებს ვაკეთებდი ყველა ქვეყანაში. და ერთ-ერთი ესეთი იყო, რაც გავიგე იქ რო იყო, ბაყაყის ხამს იკეთებდა, ანუ ვიღაცა გაიკეთა და გამიზიარა თავის ექსპერიენსი. და მეთქი ანუ მე მევასება ეგეთი რაღაცა რა და თან ხა სიკვდილთან თამაში რა დასავასებია. მაგრამ ეს მარტო მე კი არა, ძალიან დიდი ანუ მსახიობები, სელებრიტი, ბევრი ადამიანს აკეთებდნენ, აი ეს არა რა. ნარკოტიკივით არის? აი არა, უფრო ანუ ბევრი სხვა რაღაცა ტრიფავს, მაგრამ ეს იყო უფრო აი არ წყია და არ წყეს ამ 10 წუთი კვდები რა, გინდა რომ გირჩევნია მოკვდე. ანუ ეგ არის რომ აი ანუ ცუდად ახლიდან იბადები. ხო, ახლიდან იბადები. სხვა შორის ისე იტანჯები რომ მე გადაფასება ხდება ყველაფრის. რა გადააფასე დედა გენაცვალოს? ბაყაყის მე ხამში. მანამდე გადავაფასე, ამიტომ შენ დააჭკვიანი ბიჭი ხარ. ამაზე მე რა შენ მართლა დააჭკვიანი ხარ. ხო? ცოტა ყელი გეტკინა ყველების. ხო, ეს აი რა შეგრძნება არის, მართლა მაინტერესებს, აი რა შეგრძნება არის, აი კვდები რას ნიშნავს? ანუ აი ქცივა ცხელა ერთდროულად კლიმაქსი ვისაც აქვს მას ცივა ცხელა ზუსტად ამას დუსობაში ანუ აი 5 ლიტრა გაქვს წყალი დალეული და იღებ უკან და ამას შიგნით ანუ ყველაფერი დაბუჟებული გაქვს რა ანუ მანამდე იღებ 5 ლიტრას ხო და მე რა ყველაფერი დაბუჟებული გაქვს და აღარ გინდა ვაფშე ანუ მორჩავს და ვიღაც ლაპარაკობ და რამდენი ხანი გრძელდება ეს ჯოჯოხეთი? საათზე მეტი არის ის ცუდად რო ხარ რა მაგრამ 10 წუთია პიკი მაგარი ნინი ეგეთ რისკს მე შანსი არ არის რისკზე ყველაფრის ვიშ შენ წახვი შენ რა მაგრამ ჩემით არა ანუ მე რომ მინდა და ვაკეთებ არა ვინ რომ მითხავს მე რომ აი დავაწექით მაგარი მე რომ გიგი რომ მითხავს წავო ეს შხამი გავიკეთოთ მხარში წავო და საქმეში ერთად აქტივიტი ყველაფერზე წარმოვა ეს ჩემთვის რაღაცები ვაკეთო პროსტა არა ხო ეგეც არის გიჟები ვარ ორი მაგარი გიჟი ყავს ის ეს თუ მაგრამ ყველა მაგარი გიჟი საფუძველში მაგარი ჭკვიანია გამარჯობა საბა ეხლა ველოდებით ტაქსს რომ წავიდეთ ჰაიკინგზე და ჰაიკინგი იქნება
ერთ ყველაზე ისეთ საინტერესო რთულ დასალაშქრ ლოკაციაზე, რომელზეც არავის არ დაუდგავთ. ესე არავის არ დაუდგა ნამდვილად. ესე მარი გადავიღოთ ერთხელ. გთხოვ. უეჭვე. გიქთხე მასაჟებში წავიდეთ. წავიდეთ მასაჟებში. ერთი ეპიზოდი იყოს ის, რომ ჩვენ წავიდეთ ჰანიმუნში. გთხოვ. ამოვედით კუსტაზე. Trello Pepe la Gabrindinella. გამარჯობა ნინუცა. გამარჯობა საბა, როგორ ახარ? კარგად. ჩვენ გადავწყვეტებთ, რომ მოკლედ შეხედეთ ჩვენი რუბრიკა იქნება აბსოლუტურად აბსურდული. ზოგჯერ არაფრის მომცემი, ზოგჯერ ბევრის მომცემი და ბევრის მთქმელი. ალბათ უფრო არაფრის მომცემი. ალბათ უფრო არაფრის მომცემი, მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ თავარი იცით რა არის, ჩვენ ხო ვერთობით. დანარჩენი არ გვაინტერესებს. ეს მარტო რომ მიდის ჰაიკზე იცის რომ ტრანსაშიშ ადგილას არის ის მინდა რა გავაკეთოთ რა ჰაიკერი ინფლუენსერები რო არიან კამერას რო აყენებენ რო გარბიან და მე რომ მოდიან და რაღაც მუსიკა რო ადევს ხოციან რაღაც აი თუ არ გაიარეს ბათლი შენ თავთან მაშინ ცხოვრება სასწრაფო არა მოდი ეგ ვიდეო გადავიღო ანუ მანამდეც უნდა გადაიღო ესე რო ჩავედი აქეთ ჩემით რო ვარ კარგად რო ვარ და ვიწყებ If you stay in bed, if you stay on the couch, if you stay in your comfort zone, if you only do what is easy, your life will be hard. But if you do what is hard, if you get up, you grind, if you are relentless, if you work as hard as possible, when other people are slacking off, your If you stay in bed, if you stay on the couch, if you stay in your comfort zone, if you only do what is easy, your life will be hard. და ეხლა როგორ ჩამოვიდი აქედან ოღონდ მე ჩამოდი ხარ დღე 106-ე ვარმშიერი პური მინდა კალბასი ესე რომ წამოვიდე ძალიან მაგარი არის რომ Your life will be easy. აიცი რა არის ნინო მოდი არ გვინდა ჰაიკი აწი ეს ერთი იყოს ამით დასრულდეს ვახჩი რა ვიცადე მე დაბკოლებებისთვის ვარ შექმნილი მე ყველაფერს შენ შეძელი მე არ დაგეხმარე სპეციალურად აი ეგრე ჩვენ მიმყოფებით საკმაოდ ისეთ დამწვანებულ ლოკაციაზე აქ ძალიან ხშირად თავს იყრიან ხოლმე შავი ხარაბუზები მათი ღვიძლი შეგვიძლია ესე ვქნათ აი მართლა ისე ახსენე შეწყვილების დროს ჩასიკვდილეს მოწიწება მოეწიწე? ეხა მოვეწიწე შემთხვევით და რა ვილაპარაკოთ? იცი რა ჩვენ მივახციეთ იმ შედეგს რაც გვინდოდა კი მაგრამ მაინც არ ვიცით რა გვინდოდა მეინ გადაცემაში რასაც რუსიკო და ნანიკო ქვია მოწოსით რომ არ გუზღუდავენ პირიქით მიშვებულები ვყავართ და ჩვენც არ ვიცით რა ვშვებით მაგრამ გულის სახელს მივყვებით მე მგონი ცად ერთი წამი ვიდი შენ მაკეთ აბა ეგ არის ოპა აი ხარაბუზა დაგაჯდა ხარაბუზა მივასიკვდილე ეგ არის თან კარგად წმერი პოპინს მოიცა რა გამოდის რომ ეს არის ვიდეოს დასასრული არა ხო და არა დააგრძელე რა გავაკეთე გაგრძელეთ კი არა Red Bull-ის რაღაც ძალიან მაგარ გულაობაში იყავით ხო? რას ნიშნავს ეგ სად იყავით აბა გაგვაგვირე ჩავყავით დაბკოლებების რბოლაში რომელიც პირველად გააკეთათ მსოფლიოში Red Bull-მა წელს და მე და გიგი ვიყავით საქართველოს wild card-ები. Wild card-ები რას ნიშნავს? ველური ბარათები ქართულად ანუ ნიშნავს რომ ანუ თეთრი ბარათი რა. რას აკეთებდით? აი ჩახვედით და რა ხდებოდა? ჩავედით და ძალიან ბევრი აქტივობა ქონდა თვითონ, მაგრამ მეორე და მესამე დღე იყო ძირითადად შეჯიბრზე ორიენტირებული, იმიტომ რომ მეორე დღეს იყო რენკინგი, ანუ მაგის მეორე დღის მიხედვით დაიწყო მესამე დღის პირველი მეორე მესამე ვინ იქნება. და მოგვანიჭეს ადგილი 98-ე, პირველ დღეს, მაგრამ მეორე დღეს ანუ ოღონდ ხალხი ძალიან მომზადებული იყო რა, ანუ ჩვენ ხო ვიყავით wild card-ი, ანუ ჩვენ არა ვართ სპორტსმენები ესე, ანუ უბრალოდ
ვიყავით, ფორმაში ვართ ორივე რა თქმა უნდა. მაგრამ ისინი ანუ ბევრი იყო, რაღაც 2 მეტრიანი ხალხი და რაღაც ხალხი ანუ ტიპებს რეგალი აქვთ, obstacle runner, ანუ მაგისტრის უბრალოდ მორბენალი კი არა, დაყოლებების მრბოლელი. ხო, მეორე დღეს 50-ზე ტოპ 50-ში გავართ. 2 სეკუნდიდან. აი ვინც მოიგო რა მოიგო რა ხეირი. იცი არაფერი ეს არ მოიგო. პრესტიჟი მოიგო რა, გული მოიგო ხალხის. არა, ის მოიგო Tomorrowland-ის ბელგიის ყველაფერი. Tomorrowland-ი მე ძალიან მაინც გონია რომ ძალიან პატარა საჩუქარი იყო ამ ხელა რა პრესტიჟი რა, მან დრო იგებ აი. პრესტიჟი არის ტელევიზიაში იმას ძალიან ყველა. მაგარი ფესტივალია Tomorrowland. კი ვიცი რაღაცები ნახე მაგრამ ხა ამდენს ვერ ვირბენდი ხა მაგის გამო ვერ ვირბენდი მე რა. მაგრამ ძრომიანი იცი რომ მაგის გამო არ მისვენე იცი მე რის იბიცას გამო იბიცაზე ვიყავი. არა მე ისედაც შენ თბილისში გეგონა ტარდებოდა და არის შეხვედრის დღემდე გონია იბიცა როიალა აი თბილისში ტარდება წრეჩი სადღაც იქ მე გონია თაწმინდაზე აკეთებს ხოლმე Red Bull რაღაცებს აქ და მეთქი უეჭველი მეთქი რაღაც თაწმინდაზე ააშენებენ და ამას. როდის გაიგე რომ იფშე შეხვედრა იყო და იბიცაზე რომ წახოთ ანუ გიგი შენ როდის გინდა ჩავ ეს იბიცაზე მე გავიგე იბიცაზე მივდივარ და წახვედი. წავედი ო რა კარგია. კაი გარდა წყლის გარდა სხვა დასალევი არ გააქვს არა ჯერ სპონსორი აი მეგობრებო არა გააქვს ანუ ნახე რა კაი დასალევი და სპონსორი იქნებოდა აი ხო აი აქ შეგვიძლია თქვენი სპონსორი მეგობრებო. მეგობრებო კარგი. ისე რა აკეთეთ კიდე გარდა იმისა რომ ირბინეთ იცუღლუტეთ. ბოლო დღე გაინტერესებს თუ პირველი აი ეხლა ყველაზე ისთან ერთად მე რომ ერბინა შეიძლება ძალიან დაუქრაშული ყავ გაი არ დაიქრე შეგიგის. არ დაიქრე ხორავით ვიქნა შევიდა. ოი მე გიჟევით კოლზე ეგრევე კოლზე რო თქვა ქიმია სერიოზული ქიმია ახლა კოლზე ეგრევე ამბისანით იბიცავ უნდა თუ არ უნდა აქ ქიმია ტრიალი ხო ზნავ ამ ქიმია აი აქ ესე გადის აქედან აი ასე და უცებ აი ამაზე დახტე მუხლზე ახტე და ისევ დაახტე გინდა გითხრა თუ აი ეს ქიმია ტრიალებს წვედი შეყოფილ ხარ რაღაც ქიმიაში უნდა რომ იყო ვა მე ცხოვრებით ქიმია ახლა დაქიმიებულ დაქრაშვილი აბა ესე როგორ გონია ესე რომ მოვედით როგორ იქანო ხომ კი კი თან ისე გავუკეთა არა რა შეიძლება ეს ყველაფერი ითამაშო ჰა შეიძლება ეს ყველაფერი შეიძლება მალე შენ ისეთი აი რაღაცა პრაგმატული ტვინი გაქვს შენ შეიძლება ეს ყველაფერი ითამაშო იმიტომ რომ ამ ყველაფერს მე მოიტანოს შენ ცხოვრებაში რაღაცა აი მე ასეთად ხედავ არა როგორ არა შენ ხარ ძალიან პრაგმატული ჭკვიანი ბიჭი რომელსაც ჩემი აზრით დაგეგმილი გაქვს 5 წელი 10 წელი გეგმა გაქვს აი ხვალ დილით მაგალითად რა შეიძლება მოხდეს შენ ცხოვრებაში ზეგ მაზეგ და ზუსტად იცი გაქვს შენი გეგმები 5 წელიწადში უკაცრავად ნომერი იქირავეთ რა თქმა უნდა ქიმია დაინახავს ხო არ ვწდები კი დავიგეთ აი ნახე არ ვწდები ამა 5 წლით მერე იცის უკვე რა უნდა ცხოვრებაში. მე ტურისტული კომპანია და ჩემი აზრით გადაეცა. გიგი ტურისტული კომპანია გინდა? არა. აბა რა გინდა ჩემო პატარა. ეგ აქსალაპარაკო არა. რუსკაკ სადაც ქიმიას იგზნობს ეგრევე. ეს თქვენ საჭუქრა. ანუ შეხტე უნდა გაერკვიო. თქვენს გაქვთ კი არა? კი აბა რა. ყველა ვთამაშობ და ყველა ვარ გული ახტილები. ერთი დავი. კაი. ეხა ვინ უფრო დებილია ამას გავიგებთ? არა, კი არა თუ რომ გაიგო. ეს შეგვიძლია. კი შეგენა. არასდროს აბა ყურადღება შენ გააქვს მიკროფონი? კი კი დავიწყეთ. მე არასდროს მომიპარავს რამე მაღაზიიდან ანუ თუ მომიპარავს? მომიპარავს, ანუ კი თუ არა ვერ ვთები. მომიპარავს. რატომ მოიპარავს? მე ისტორია მე მოვიპარე პირველი ტანგატრუსიკები. მე მოპარო ციხეში ვიჯექი გერმანიის, მოხდ მართლა გეუბნები. ბარსელონის. მინალი მოვე. არა, ხალხო ვიყავი მე-6 კლასში, ანუ სოციალისტური საბჭოთა კომუნისტური საქართველოსდან, აი სიბნელედან წამიყვანეს გერმანიაში. ციხეში მიბრუნდა. არა და სუპერმარკეტში პირველ დღეს წამიყვანეს და მანახეს ხალხს როგორ აწამებდნენ ოსვენციმში და მეორე დღეს შეგვიყვანეს დიდ ფერად მარკეტში. ეს თრა აი არასოდეს ნანახი არ მქონდა.
და ეს ბევრი დახლები და სუნიანი საშლელები, მაგნიტიანი პენლები და აი შოქში ჩავარდით მთელი კლასი და ეგრე გადავხედეთ ერთმანეთს და მოვიპაროთ. გაწია ყველაფერი. და ჩაუყარეთ ვარ. და ჩემმა დებილურმა ხასიათმა უცებ თავი იჩინა და გადავხედე 70 კლასელს და რაღაც ხალხალკე გავიტანოთ თქო მე გამოვიტან ყველასაც თქო და ავიღე ეს ურიკა ჩავყარ ერთი 60 პენალი გაიარა და გავიდა დედას გეფიცები და სავსე ურიკით უბრალოდ გავედი და აი დამიჭირეს და ციხეში არა პოლიციაში წამოყვეს და ჩემმა მასწავლებელმა მე დიდი შტრაფი გადაიხადა და დავაბრუნეს სახში. აი, შემდეგი შეკითხვა. მე არასდროს მიჭამია ძირს ნაყარი საჭმელი. 5 წამის ისით. აი რა. ძირს ნაყარი საჭმელი და რა? ეხლა რომ დაგივარდი შევჭამო. ყველაფერს პირში ვიტანები. ბავშვები და მე მაგათი ერთი წამი ყველა საშინელი რაღაც უნდა ვთქვა. საშინელების ხმა უნდა. არა, მერხების ქვეშ რომ მიწაპებული საჭმელია. მაგერს ისე ვაძრავდი და რაკი, გემოებია. ხო იცი ეგ ჩემთვის სასჯელი ბავშვობაში. ის კაი, ხო. შენ თქვენი ნაკლები ვარ ძალიან ცდები. არა, არ ვიცი რუსკანი, ბიზაზე არ ყოფილიყარ ხარ. შემდეგი კითხვა. ეხლა ამათმა დაიწყეს. მე არასდროს მომიფსამ საუზში. წყალმრთელი წავი 8 წელი. ნინი ყოჩა. ნინი ერთად მოვიყავით აუში ხო გიყავთ მაგ ისტორიას. Never ever. საბაგერა და ლუკა. ხო შემილია რომ მოვიტყუო მაგრამ რა. არა, არ მოიტყუო. ვართულებთ. მე არასდროს მიჭამია ჟგლინტი. ბავშვობაში მიჭამია ხა არ ვიცი. ბავშვობაში ნანი. დღეს მე არ მიჭამია. მე ყოველ შემთხვევაში არ მიჭამია. ნანი ყო დილას ჭამა. დღეს დილას. ყველაფერი გაინტერესებს რაღაც დროს. გავიგე, ვიცი რომ ბავშვები. ნუ მე არ მახსოვს, კაი იყოს, მიჭამია. არა, თუ არა. გაშნიშნავს. მე არასდროს მიფლირტავია მასწავლებელთან ან ლექტორთან. მე არა, შენ ჭირი მე მაგის ნერვი პატარა დიდები არ მიზიდავს. შემოხედენი რა წესი? მე არასდროს მარტო ჟღლინტების ჭამით შემოვიფარგლებით მე. მე არასდროს არ ჩამიგდია შეცდომით სკრინი იმ ადამიანთან, ვისი მიმოწერის სკრინიც იყო. გუშინცი. არა, მე შენ წაწიე. შორს არ გავა. ყველა ვამციო. რა მივწერო შეჩემა? მე არასდროს მქონია ორი ურთიერთობა პარალელურად. ურთიერთობა. შენი ჭირი მე ერთი დილის მქონდა და შენ ჭირი მე. ოკეი. აქ ვინი ცხობა და შესაძლებელია რომ ვინმე იტყუებოდეს. მე არასდროს მისუნია სხვის იღლიაში. მე მისუნია. არა მგონია. არა, ისე. მე და რუსკაც გვიშ. გადაცემაში ხო ეცინაზე რომ ამოჭერით ის ჩავა. ერთმანეთს ეგრე არ მოსვამეც მოვიცოდი. მე არასდროს დამილაიქებია ჩემი ყოფილის ფოტო შემთხვევით. ჩემი ყოფილის შეფარებული. ისე დამილაიქებია. შემთხვევით კი ბატონო. არა, გულით დამილაიქებია. შემთხვევით არა, ისე დამილაიქებია რა. მე არასდროს გამომიწმენდია ტრაკი ფოთლით. ვიხვალ კაი სპორტსმენი ვარ. სულგან შევიყავი 4 აი არ შეიძლება მოვიდიყო თქვენი ვალენის გამოდის რეკლამა. რასაც ვითხოვ 5 გადაცემა. ვალენის გამოდის რეკლამა. თორი შენი ჭირი მე საერთოდ მე არასდროს მქონია one night stand-ი. როგორ? ვარ, ოკეი. არასდროს მქონია, კი ქონია, არ ქონია. არ მქონია. მანახე. ქონია? მე არ მქონია 100 წლის ვარ და არ მანახე? არჩი არ ქონია. მე უასესი ვარ. ეს მეგობრებო. დეტექტორი მომიტანოთ. ეს გადაცემაში მომიტანოთ დეტექტორი. რუსკა. არ მშურს. ეს გადაცემაში დეტექტორი მომიტანოთ. და მე რა გავსა. ვერ ვიგებ რა ნაიხო. აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი პრეზერვატივი. აი, შემდეგი. მე არასდროს მქონია მუწუკი უხერხულ ადგილას. უიმე კი კაცო. უხერხული რა. აი, ტრაკზე. არ დამინახე შენ როგორც არ ვიცი შეიძლება მქონია. ჩვენ თუ ნახეთ ხო? აი, როგორ ვითხოვება არ დამინახე. ეს მგონია რომ სარკესად გასხმე. აი, კერაბიჭებს ყველაფერი იცის სადრა. ხო, კერაბიჭებთან სუაყრით. კაი, ბოლო კითხვა. საინტერესო. მე არასდროს გამიცუებია ხალხში.
იმდენი შეგაკითხე ხაზარაძე. იმდენი შეგაკითხე ხალხი არ გაგიცნობია. მე წეგა რაღაც სული იყო, მაგრამ არ ვიცი. აი სამართლიანი. უჩასწრა. ექსტრავი შენთვის რა ასოციაცია? რას გავს ესე ვერ გეტყვი. ასოციაციურად. ეს ძუძუებს გავს. აჰა, ხედავ ძუძუები. შენთვის ნინი მე ტრაქზე აი, ყველა გოგო აქვს ტრაქს და ყველა ბიჭი აქვს ძუძუს. არა და რა ირადო? ესევიან ქალები, კაცებიც შეიძლება, რა ვიცი. ჩემი აზრით იგერიებ? კაცებიც ესევია. რავი, ანუ ესე ინსტაგრამზე ესე რომ არის მონაწერი, მაგრამ ხო. ნუ, იცი რატომ ახლა ისეთი დროა აქტიური ქალების დრო წამოვიდა პირდაპირ გადადიან რაც უნდა კი წერენ არც ხო აი ყველა ანუ რატომ უნდა შერცხოს მაგრამ მაინც ესე იყო ოდესღაც შენთან მე მგონი პირდაპირ მოდიან ნუ გააჩნია რა ეს კი და როგორ ხვდები ხოლმე ნუ ისე მოისაწრე თავი როგორ იგერია ზოგს ანუ გააჩნია ხა მე ანუ ესე ყველას არ წერ რა ზოგადად იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიგროვდება მე პრაიმერში და მე ვისაც ვცემ პასუხს მე სულცემ აუ როგორ გაასერეზულა პასუხი ეხლა გაბახსენე ეგრეა და რა ვქნა ანუ არ ვცემ პასუხს ყველას ხო აი ხედავ რა დრო დადგა უკონტროლებ მე უსმენ აქ ახლა შეხო იცი აი ბურთი გამოვიდა უკონტროლებ რა ვართ რო იძახი რა რა ფრეჭკვა მეკეთა მაგრა ხო ვართ მაგრა აკონტროლებ ეხაც ვერ ვიყო რა მე ესე იზო ხო მე მოაზუმე ეხლა შეიძლება კამერის წინ მაგრამ ისე ვაკონტროლებ თუ არა ხო კამერის მიღმა ერთად გვესევია გოგოის მახევდა ხო გოგოის გახებს ხო მახევს ყველას იმენ ძალიან კაი იმიტომ რომ ეგეთი გოგოა რო ასახებდა არა ჩემი დიდი თავს არ დაიჩაგრა ჩემი დამჩაგრა დაიჩაგრა ხედავ რა დრო დაგიდგა აი ესეთია მიდი ხართ კიდე სადმე ერთად მე მგონი აუ ეს მე მგონი არც დაგაწარმოებს ამას იმიტომ რომ ახია ყველა გიგი ნახე ორი გოგოა ჩამტაღზე ეხა უფრო ისეთი არა მე მომინდა შენთან ერთად რაღაცაები ჰა იბიცაზე ვიყავი და რაღაც ჩამოდი რაღაც დაი ის და კაი გიგი გიგი ხო შენ რაღაც შენი ცოტა ძალიან მომეწრე YouTube-ზე ხო? შენი ნიშა travel შენი ის არის. travel with gigi ძალიან ორიგინალური სახელია. როგორ მოიფიქრე? ვა, travel with gigi ამ განცემას რა ქვია? რუსიკოდა და ნანიკო. ორი რუსიკოდა და ნანიკო. ხო, არც იმას არ ქვია, იმას ქვია gigi on the road. ნახე? gigi on the road. მაგრამ აქ ორი დავიჯის რეკლამა შეიძლება ყოფილიყო იმიტომ. მაგრამ გიგის რეკლამა გამოვიდა. gigi on the road, ხო. ანუ დიდი ფული უნდა იშოვა მოგზაურობით, თუ უკვე იშოვე. მაგით ვერაფერს ვერ შევუp. აბა რას დადიხარ, რას დაეთრები ბიჭო? მაგ რასაც შევუp ხარჯავ მაგაში. ხო და იმდენი ვერ იშოვე, რომ ჯერ ჩაიდო ჯიბეში ან დაახარჯო. საათი კაი უკეთია. მით რომ მეცხარი. ხო მაგითო ვეკითხები რომ რას შოულობ ფულს? სარფიანია შენი? ან კი, ჩემი აზრით სარფიანია, უბრალოდ ჩემი კონტენტი ეგეთია, რომ ანუ რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო მეტი დავხარჯავ რა, ანუ ჯერ რამდენი გინდა რომ იშოვო? გეგმაში რა გაქვს მინიმუმ ნინი გეწოდინება? ესე არ მაქვს მაგ. ნინი რამდენი გინდათ რომ იშოვო? ესე რაღაც კონკრეტული ციფრი არ აქვს. რა თქმა მე და რუსკარო დავჯექით, ჩვენ ზუსტად დავთვალეთ რა და როგორ გვინდა კონკრეტულად. ხო, უკვე ის. არა? 6-ია? აი ნინი შენაშვები რომ მომეთები. აი ხო რითი ხარ დაკავ ჩამოხვედი იბიციდან აი რა იბიციდან იბიცადან ჩამოხვედი და ანუ რა არის შენი საყოველდღიურობა რასაკეთებ ანუ პროფესია ვიცით რომ ფანტასტიკური მოცეკვავე ხარ და კიდე ყავს ბავშვები ხო? კაი ბავშვები. ონლაინ გაკვეთილების აღარ ყავს? რატომ? არა, იმიტომ რომ ვიცული მთლიანად პროფესიას. მთლიანად არ ვიცი. ცეკვაში ვარ ისე, მაგრამ ცეკვის თერაპიას ვაწვევი ბოლომდე. ცეკვის თერაპია ხო, მაგაზე მინდა და ლაპარაკი. ეს არის ძალიან ფანტასტიკური მიგნება. ეს ძალიან ეხმარება ყველას, ხო? კი, ძალიან. განსაკუთრებულად ტიპურად არ აქვს მნიშვნელობა ყველას. ყველას. ანუ ბავშვებს. ხო და მაგას უნდა ჩავაჭირო ბოლომდე რა, კარგად მოვისწავლო ფსიქოლოგია მინდა ვისწავლო და მერე ცეკვის თერაპია ვისწავლო მაგისტრატურაზე და ეგრე დიდად რა ძალიან უნდა აუ რა კარგი. ცალკე კომპლიმენტები შენ ამისთვის. ფული, რამდენი ფული? ფული რა ფული არ მაქვს რო არ რამდენი უნდა გქონდეს? ეს მაგარი საფიანი არის. თუ გავყევი ბოლომდე და ისქენი რაც მინდა, მაგარი, ნუ აქ არა, მაგრამ
აქ რა არის საფრენი საერთოდ, მე მაგრამ მგონი არაფერი. აქ არაფერი არ არის. აი ამ წიგში რომ მოხდები. მე იქნები სარფიანი. არაფერი არ არის. გასმე ყველა არის რამე სარფიანი. მაგრამ საფრენში აქებენ. ნინი, სწავლობ ახლა უკვე? არა, ჯერ სექტემბრიდან მინდა რომ დავიწყო ხო. სად? არა საქართველოში, ჯერ არ ვიტყვი, მაგრამ ანუ მაგის ფული გააქვს რო ისწავლო? მაგ ფულზე რა შავ არის? იგი მითხრა რომ რაღაც მომენტში დაგეხმარებია. ხო, რაღაცა. ალიმენტებიო, ციდან გაისვა, მართლა? ხო. თუ მომგზავრებ მეც ოსაც მიდიხარო? წამიყვანი. რუსკა მე და შენ და გავიდე, თქვენ მგონი ის დროა. არ მე უკვე ვეღარ გავიდე, მე გავიდე შენ და ტოვეს და ტოვეს გავიყვანო. არც იქნე ნინი იყო, არც აქანა გავჩერდე საიძები. მე არ ვიქნები წინააღმდეგ. გავლაგდები დააჩოვლები. აგეთ იქით. აი დაგალაგებ. ნირი დაგვალაგებს, არ არის პრობლემა. ძალიან კარგად დავლა +18 დააწერე და თქვენ ამონათდეს თუ შეიძლება მე ჩანართდეს. აუ, PvP სლემი, ამიხსენი რა. მაგას ვაკეთებ კიდე, კი ვაკეთებ გუშინ იყო ფინალი. რატო არ ნაბადიჟე? რა ხდება PvP? რატო არ მითხარი? თქვენ აქ საქმის გასარჩევად ერთი წამი. მე არ მე გავიდეთ თქო. აი ხო მოყევი. ანუ ჯერ მოყევი რისი ჟიური ხარ? რისი ჟიური ვარ და PvP flow თუ გაგიგიათ, იგივე გაკეთდა აღარ ცეკვის და არის მუსიკა, საჯი, ანუ მე და ორი ადამიანი კიდე. საჯი შენ ხარ. ანუ ჟიური საჯი იგივე. ბალერინა, ნინი და კოა. პრიმა ბალერინა რა შუაშია? ანუ სამი ჟიური ყავთ რა. არა, სხვადასხვა ტიპები რომ იყოს უფრო. ანუ ყველაფერს ცეკვავენ? არა, არის street dance. Yes. Do you know street dance? Yeah, of course. Can you show me? Of course. Really? მე იცეკვე და სამწამიანი ცეკვა, იცი რა არის? ადი, 1 2 3 დედაჯექი. აი რუსკა მაგალითად 1 2 3 4 5. აბა, აი ესე რა, აწამიანი ცეკვა წამოხდო ყველა ის ცეკვას დაждდებიან. კი და მე კაი, გავიგე, ანუ street dance, რა ქვია, hip hop და კარგი წამოწყება რა შუაშია ბალერინა, რატო გაფასებს ამ ყველაფერს? საინტერესო რატო ჩავაჭირე ხა ბალერინას არ ვიცი მაგრამ. საინტერესო კითხვა არის, მაგრამ საინტერესოა მისი შეხედულებაც რა, მაგის, იმიტომ არ მოიგინე ბალერინა? მე ვარ იმენა, ანუ სახელდობრი სახელდობრი. რას ნიშნავს ეს? განათლებული ბავშვი. ხო, არა. კულტურა ესა ჰიპ-ჰოპი, ყველაზე ერთ-ერთი ძველი ვარ, ვინ საქართველოში არის და მაგიტომ მე წარმოვადგენ ჰიპ-ჰოპს. ყოა წარმოადგენს rap ნაწილს და flows. და ის კლასიკას ის რა. რაღაც სეკვეს სხვა მიმდინარეობს და უფრო ობიექტურია რა, ეგრე როცა სხვა სფეროს ადამიანები აფასებენ. აი როგორც ხა X Factor-ში მე ხო ვიჯექი და რა მინდოდა მუსიკოსი არა ვარ, მაგრამ შენ სხვა რაღაცას არა, აი მაგას გეუბნები, რაღაცა კრიტერიუმები არის იცი? მაგრამ მაინც სიმღერასთან რა კავშირში ვარ? მოძრაობას და საინტერესოა ხალხიც ხო არ არის რა, ისა ყველა პროფესიონალი ხო არ უყურებს და იმათი შეფასებაც ხო მნიშვნელოვანია, ვინც უყურებს და რაღაც საერთო აზრზე მიდმარ. ძირთადად უერთნაირად ისე რა კრიტერიუმი, შენთვის რა არის კრიტერიუმი? აი რომ მოგწონს, რითი აფასებ, რა მოგწონს? ანუ აუცილებელია რომ იყოს არტისტული ძალიან. ანუ მარტო არტისტულობა გეხება, შენ აი რითი აფასებ? აი ადამიანი რომელიც ცეკვავს, ნახე რომელიც ცეკვავს, არის ფანტასტიკური და სახით არ მუშაობს, აღარ მაინტერესებს. კაი, შენ? ვაი რა ვაიბს. ვაიბი და სახე რა არტისტულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ცეკვაში ხო, ვაიბი ეგ არის. ვაიბი მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდე იშლება ჩემთვის. აი, მარტო სახე რა გაკეთებს უკვე იმაზე. მორჩა, ტანი მიყვება ეგრევე სახის თავისთავად. ხო, ალბათ ტექნიკურად ბევრად ჯობია რომ ხასიათში იცეკო და ის ლაივი კონდეს, ვიდრე ტექნიკურად გამართული. ანუ გეუბნები ნინი რო ცეკვავდა, აი ეს ერთი 400 კაცი ხო ვიყავით, ანუ ყველა ისოვდა ნინი, სურათებს იღებდნენ გეუბნები. ანუ წრეში ხო იყო. ერთხელ ხო პირველი ივენთი იყო და მე ბოლოს კიდე ანუ ხალხი მოდიოდა და ანუ ეს თავისი ცეკვავდა და ანუ იცეკვე და რაღაც შუაში არ მინდა გამარჯვება და ჩემთვის მინდა ვიცეკო. და შენ ამ დროს როგორ ცეკვავდი? და უცებ მოიძველი. შენ ამ დროს როგორ ცეკვავდი? აი ეს ქართულ და მე მივდი. იცი ქართული ცეკვა? 7 წელი დავდიოდი. ქართულზე დადიოდი? ყველაფერს ცეკვავს ეს მანიაკი, ეს მანიაკი, ყველაფერს ცეკვავს. აი ჩაქრებს გაკეთე. არა, აი ყველაზე მეტად აი ეს აჭარული ხელები არის ჩემთვის. აი მაინც შენც იცი ქართული ცეკვა? დადიოდი შენ? შენ დადიოდი? კი. ყველა რაღაცად აკეთებს. მას ხევი ყო და გერა ყველა ვარიანტი აი მოგინდა არ გინდა უნდა გერა. შენ რაზე დადიოდი კიდე ბავშვობაში?
ესე სერიოზულად წყალბურთელი ვიყავი რა. ეს ანუ ბატიბუტები გაქვს? წყალიდან რომ ამოვიდოდა ხოლმე ანუ ბატიბუტები გაქვს? ქონდა. ქონდა. მაშინ თუ ნაკრებს თამაშობდი 2017-მდე, მე შევა. ნაკრებშიც იყავი. ნახე, ნაკრებში თამაშობდა სამსახური. ერთ დღეს გეონები მეშენ ეს არის პრაგმატული, ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ყოველ წამს თulis და ზუსტად იცის, ვინ, რატო, რაში და როდის დაჭირდება. როგორ დადო ეგრევე, აი იყო დადო ისე. გიგი გიგი სამაზე აპლოდისმენტები, არა მე ჩემი აზრით მართალია, მარიამი ლამაზის ტურები აღარ უნდა მოვიყვანოთ, არც ერთი მხრიდან. და არც დამსწრესაზე იმენა წელწადია მიდის ჩემი. ქალი კაცი 20 წლის, 2 წლის. აქედან იქ ყველა მხრიდან. და ვიყავ ხალხო. ნინუცა ძლივს ვაკავებ იქ ცალკე ლუკად გას. კაი, მოგზაურობებზე გვაინტერესებს მართლა. ყველაზე მეტად რომელი ქალაქი მოგეწონა და რომელი ქვეყანა სადაც მოგზაურე? ისეთი შეკითხვა არ დაუსვოს არავის ვაფშე. ჩემი აზრით ძალიან ორიგინალური ვარ. კაი, მართლა, ვიცი რომ ტაილანდს იტყვით, რომ ყველა ტაილანდს ამბობს. აუ, აი ხა აღარ, ანუ მაგას არ მომხონდა. აბა თქვი მაშინ რომელი? ჩემთვის რიო იყო და ეხა ვიყავი რიოს კარნავალზე. კარნავალზე იყავი. ეს არ ჩემი ოცნება. რიო კარგია მართლა თუ უფრო ყველასთვის არ არის რა. ანუ შენ ყველასთვის არ არისო. ანუ ანუ ეხა კარნავალს რაც შეეხება და ის ანუ ცოტა უფრო აი ქაოსი და ის თუ მოგწოს რაღაც შეიძლება ჭყლეტვა იყოს, შეიძლება აი რაღაცა. შეიძლება რაც შენ ვიდეოებში ნახე, ჭყლეტვა კი არა, კოჯოჯოხეთი იყო ჩემი აზრით. ხო და ანუ ჩემთვის ეგ მაგარია, ვიღაცისთვის ეგ არ არის რა, ანუ ჩემ მეგობრებს ვეგონები რომ ანუ ვიღაცისთვის არის მაგ ხიზელი იყავი? კი, სხვადასხვა. ანუ არ ჭირდება სიმთვრალე რა, იმიტომ რომ სიმთვრალე რომ მაგას გავუძლო? ანუ როგორ ისეთი ხდება გარშემო რომ აი ჯერ 7-დან პირველამდე ეს არც ადამიანს თქვია მე ესე გადაცემა. ექსკლუზივი რუსკოდანიკოში 7-დან პირველამდე არის 7-ზე იწყება გულავა, იმიტომ რომ ეს მზერო არ არის რა, რომ ყველა ის დილას იწყება 7-ზე. ხო. დილის 7-ზე სიგრილეში, რეჟიმზე. გოგოები, ან როგორ მოდი, ან როგორ არის ეს? ცაი შეხედე ორი წამი ვიღაც გოგოს და ესე მოდიან ეგრევე და შეიძლება მკითხოს ანუ რაღაც, ან სახელიც არ გეკითხება. ეგრევე ანუ კოცნავს, შო, მორჩენი თემა. ეგრე ვანდაიცენზე მიგათხრა? რამდენ გოგოსთან იკოცნავე? არ დავასახელებ. მართლა მაინტერესებს რამდენ გოგოსთან იკოცნავე. ზუსტი ციფრი არ არის კარგი დასახელება. კაი, მაშინ ეს კითხვა დანიშნავ. ჯერ თავიდან ნინი, ნახე მე რა მინდა ვკითხო. სოფლიოში ცნობილია. არა. არის პრობლემა. სოფლიოში ცნობილია რომ ყველაზე მეტი პლასტიკური ოპერაცია კეთდება ბრაზილიაში. ხო. თვითონ შეგასხაზე ანუ ყველაზე მეტი პლასტიკური ოპერაციები კეთდება რიოში. ყველაზე მეტი ანუ ძუძუები, დუნდულები არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ ერთმანეთი მიიზიდონ და უფრო ლამაზები იყვნენ, ან შეიძლება თვით შეფასება აქვს ძალიან დაბალი და მოგწონს ამდენი ხელოვნური ქალი ერთად რო ირევა? ბრაზილია ძალიან დიდი რა, ესე და რიოს ვერ აიღებს მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან ტურისტებიც არიან ისინი. აგე გვერდზე რო გიზი. მე ბუნებრივობა მირჩევნია ვიდრე რამ სხვა. ოღონდ უნდა შევატყრო ბუნებრივობა. ხო, მაგრამ მართლა მე არაფერში შეხლაბარი დიდი კერდიანი ძუძუებენი ქალებია თუ ესეც რაღაცა არა კი სტატისტიკურად უმეტესი არის ნიჩი არის რომლითაც გვაბოლები. იცი რა არის მგონია რომ თან ცოტა ჯიში აქვს ეს ტრაკები და არა პლასტიკური ქირურგია არის ნომერ პირველ ადგილზე ბრაზილია. არა მაგრამ მაინც ანუ ფიზიკურობით მაინც დიდი ანუ ისეც დიდები არიან. მოგწონს დიდი ქალები? არა ბუნებრივები მოგწონს. ასაკით არ გეკითხები. ბუნებრივები მოგწონს ქერად შეღებილით მებიანებიო. აი ბუნებრივი ქერა აგერუზის. ესე თამაში მე ბაძა? კი შენ გვაძავ კი. შენი ქერა ხარ ისე? ნინი მიხარია ნინი რო იყავი ჩვენი სტუმარი და ამდენი გალაპარაკეთ. მიყვარს ეს გადაცემა. აი ნინის რა ქვიათ გაიგე? ნინის კითხე რა ქვია? ხო. იმას რუსკა. რუსანი. კი. წამოსა. რა როგორი იყო იბიცაზე? გიგი. წავედით იბიცაზე. ამით ჩვენი გადაცემა კი დასრულდა და დასრულდა თუ გავედით ნანა. გავედით ნანა. აცრავად. ეს სტუმარი გავიყვანოთ რა. დაცვა. მოდი გავაკეთო, მოდი. შენი კიდე ხელით მე აკეთათი, მე. ესე რა. ჩამძრა შარვალი გაყვა. მოლო. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია.
ჩვენ დაგამშვიდობებით მომავალ კვირამდე 9 საათზე. და არ დაგავიწყეთ, გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, დააკომენტაროთ და გაუზიაროთ თქვენმეგობარს და და ის სპონსორი აქ დახატავდა. მაგრამ